გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. არის თუ არა მოტივაციის ნაკლებობა PSG-ში. რა ხდება პარიზულ კლუბში და კვარაცხელიას თავს. ამასთან ერთად კი მე თქვენთვის მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე. ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, შემოუერთდით ჩვენ საფეხბურთო ოჯახს, რადგან ჩვენ 100.000 გამომწერისკენ მივიწევთ. მამარდაშვილს შეუძლია ნომერ პირველი იყოს, რა განაცხადეს ლივერპულში. ლივერპულის თავკაცმა ვესტჰემთან წინა სამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელ სპეციალისტ კი ალისონისა და მამარდაშვილის შესახებ კითხეს. წითლების დამრიგებელმა კი ორივე ფეხბურთელი შეაქო. იდეალურ სამყაროში დაცვას უმაღლეს დონეზე თამაშობ და არ გჭირდება მეკარე, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში ბურთებს მოიგერიებს. ლივერპულისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ თუ მეკარის თამაში ჩართვა გახდება საჭირო, ალისონის სახით გამორჩეული მეკარე გყავს. თუმცა ბრწყინვალე ამბავი არის ის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი კარგი მეკარი არ გყავს. ალისონის გარდა ლივერპულში მამარდაშვილიც თამაშობს, რომელსაც შეუძლია რომ პირველი ნომერი იყოს. მეკარეების მხრივ ეს კლუბი ძალიან კარგ მდგომარეობაში იმყოფება. წლებია 100-ია, რადგან მამარდაშვილის მოსვლამდე კელეჰერი გვყავდა. თუმცა ალისონი ყოველთვის ნომერ პირველი იყო და ეს იდეალურად აღწერს თუ რამდენად მაღალი დონის მეკარია ის. განაცხადა ლივერპულის თავკაცმა. ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილი იჯარის წესით წასვლის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. ქართველ სტაბილური სათამაშო დრო და განვითარების გაგრძელებას სურს. ამიტომ აპირებს, რომ ზაფხულში კლუბს განათხოვების თხოვნით მიმართოს. შესაბამისად ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აქ დაბრუნება ემოციურია. მიქაუტაძე მეცის თამაშს დაესწრო. საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის შემტევი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში მეცისა და ბრესტის შეხვედრას დაესწრო. თუმცა სამწუხაროდ მეცი 0-1 დამარცხდა. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. გიორგი აბუაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. გიორგი ქვილითაია კი თამაში 59 წუთიდან ჩაერთო. სამწუხაროდ არც ერთ ქართველ ფეხბურთელს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. შეხვედრის დაწყებამდე კი მიქაუტაძემ ფრანგულ პრესასთან ისაუბრა. დიდი სიამოვნება იმ ადამიანების ნახვა, რომლებთანაც მე წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. იმ სტადიონის ხილვა, სადაც გოლები გამქონდა და მთელ ტრიბუნებს ფეხზე ვაყენებდი, ძალიან ბევრი ემოცია. ყოფილა კარგი პერიოდებიც და უფრო რთულიც. ასეთია ცხოვრება, ყველაფერი ხდება. უნდა შეეგუო და მაქსიმუმი გააკეთო, რომ ცუდი კარგი შეცვალო. ამჟამად ესპანეთში ვარ. იქ ყველაფერი კარგად მიდის და კმაყოფილი ვარ. ნახოთ სამომავლოდ რა მოხდება. ახლა კი უბრალოდ მიხარია აქ ყოფნა. რაც შეეხება ლიონს, რა თქმა უნდა მათ თამაშებს ვუყურებ. გუნდს საუკეთესო მოთამაშეები, შესანიშნავი სტაფი და მწვრთნელი. მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლამაზი ფეხბურთი ეთამაშეთ და ის შედეგი მიიღოთ, რაც საჭიროა. ისინი არაჩვეულებრივად წარმოადგენენ ლიონს და მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ, განაცხადა მიქაუტაძე. როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის 24 ტურში სტუმრად ლიავრი 1-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა. ლუის ანრიკეს გუნდი უახლოეს მდევარს ლანს 4 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა შეხვედრაში არაერთი რეალური შანსი შექმნეს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ვერ გამოიყენეს. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 71 წუთი ითამაშა და შემდეგ იბრაჰიმ ბაიემ შეცვალა. ქართველი ფეხბურთელი კი მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, აქტიურად ერთვებოდა შეტევებში, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ხუჩად ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად გამოიყურება, ლიგა 1-ში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია, რადგან ამ დროისთვის მას ლიგა 1-ში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, ისე რომ გოლი ან საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ პარი სენ-ჟერმენს ლიგა 1-ში მოტივაცია შედარებით ნაკლები აქვს, რადგან შიდა ჩემპიონატს პარიზული კლუბი წლების განმავლობაში რეგულარულად იგებს. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ გუნდის ძირითადი კონცენტრაცია უფრო ჩემპიონთა ლიგაზეა გადატანილი, სადაც კონკურენცია ბევრად მაღალია და მთავარი მიზანი სწორედ ამ ჩემპიონატში წარმატება. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას PSG-ს ყოფილი ფეხბურთელი ჟერომ როთენი, რომელმაც გუნდი პასიურობის გამო გააკრიტიკა. გასულ სეზონთან შედარებით გასახდელში ახლა საკმაოდ დუნე ატმოსფეროა. ისინი დაიღალნენ, ენერგია აკლიათ. ჩანს, რომ ძალა არ ყოფნით. ზოგჯერ სურვილი აქვთ, ეს მართალია, მათ მენტალიტეტიც აქვთ. ისინი არ ქვანან მარსელს. ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, მაშინაც კი როცა უჭირთ. ლუის ანრიკი ამაზე ხშირად საუბრობს. გუნდის შიდა სამზარეულოში ხდება ისეთი რამ, რასაც ყოველთვის ვერ ვხედავთ და ეს გუნდის ფორმასა და კოლექტივზე კარგად არ აისახება. მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს, ეს კი მარკინიოსია. საბედნიეროდ ის აქ არის. ის ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს. კაპიტანია და ცდილობს, რომ ბიჭები გამოაფხიზლოს. თუმცა ბიჭები ამორფულები არიან და ხმას არ იღებენ. გასახდელში ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებთ, განაცხადა როთენმა. ასევე გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა ლორან პერინმა PSG-ს ამჟამიდან მდგომარეობაზე ისაუბრა და კვარაცხელიას შესახებაც დააფიქსირა თავისი მოსაზრება. კვარა სეზონის დასაწყისი საკმაოდ არასტაბილური ჰქონდა. მისი სტატისტიკა ლიგა 1-ში იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მაჩვენებელი ნამდვილად დასაფასებელია. 9 მატჩი 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. დემბელესა და დუეს ხშირი ტრაუმიანობის გამო
გუნდის თავდასხმის ხაზი მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ ლუის ენრიკეს ნდობა კვარაცხელიას მიმართ აშკარა. ნიშნულოვან შეხვედრებში თუ ის მზადა, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაშია. ამ გადაწყვეტილებას კი ეჭქვეშ არავინ აყენებს. ხვიჩა გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მაქსიმუმის საჩვენებლად 100%-იანი ფიზიკური მზადყოფნა სჭირდება. 2025 წელი მისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგამ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. შესაძლოა სწორედ ეს იყოს მისი დაბალი შედეგიანობის მიზეზი. თუმცა თამაშზე მისი გავლენა აშკარა. განაცხადა პერინმა. კვარაცხელიამ კი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ხვიჩა ზუსტად იგივე სტატისტიკა აქვს ჩემპიონთა ლიგაზეც, 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 9 თამაში ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში უახლოეს შეხვედრას მონაკოსთან ჩაატარებს. 12-ში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში ლონდონის ჩელსისთან პირველ დაპირისპირებას საკუთარ მოედანზე გამართავს. უკმაყოფილო მბაპე, როდის დაუბრუნდება ფრანკი ფეხბურთელი მოედანს. რეალის მორიგი მძიმე მარცხი და პერეზის გეგმები საფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ მარკამ კილიან მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელა. ფრანკ სუპერვარსკვლავს მუხლი დეკემბრის შემდეგ აწუხებს, რის გამოც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა. მარკას ცნობით მბაპეს მდგომარეობაში პროგრესი არ შეინიშნება, რის გამოც იგი საფრანგეთში გაემგზავრა. კილიანი სამშობლოში გასულ კვირას იმყოფებოდა და რამდენიმე სპეციალისტთან გაიარა კონსულტაცია. აღსანიშნავია, რომ მბაპე ბენფიკასთან გამართულ განმეორებით შეხვედრას არ დასწრებია, რადგან იგი საფრანგეთში კლუბის ნებართვით ჩავიდა. ესპანური გამოცემა კი აცხადებს, რომ ფრანგის შემტევი ბლანკოსის სამედიცინო შტაბით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მას მიაჩნია, რომ რეალის ექიმებმა 3 თვის განმავლობაში ეფექტური გამოსავალი ვერ იპოვეს, რის შედეგადაც მისი სათამაშო ფორმა გაუარეს და ამან კი ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია. ცნობისთვის მბაპე მარცხენა მუხლში დისკომფორტი 7 დეკემბერს იგრძნო. პრობლემები კი მას შემდეგ აწუხებს. 23 თებერვალს კი მას მოთმინების ფიალა აევსო და გადაწყვიტა, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაედგა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა დიაგნოზი დაუსვეს კილიანს საფრანგეთში ან როგორია მისი რეაბილიტაციის გეგმა. თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით რეალი მანჩესტერ სიტისთან კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის გარეშე იქნება. მადრიდის რეალში მდგომარეობა აშკარად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ხეტაფესთან მოულოდნელმა მარცხმა ლა ლიგის ხილში ვითარება კიდევ უფრო გართულა. ბარსასთან სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა და ეს შედეგი კლუბის შიგნით სერიოზულ ნერვიულობას იწვევს. ასეთ ფონზე როგორც ირკვევა, საფხული საკმაოდ ხმაურიანი უნდა იყოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა პრიორიტეტად ნახევარდაცვის გაძლიერებას განიხილავს. შიდა განხილვებში სახელები უკვე აქტიურად ფიგურირებს. საუბარია როგორც როდრიზე, ისე ბიტინიაზე. გავრცელებული ცნობებით მადრიდელები ერთ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებენ და ზაფხულში შუახაში 2 მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ. კლუბის ტრანსფერებზე მომუშავე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ხუნი კალაპატი ხელმძღვანელობას არწმუნებს, რომ გუნდს ყველაზე მეტად სწორედ ნახევარდაცვაში სჭირდება გაძლიერება. ხოლო მიზანია, რომ რეალმა კვლავ დომინანტური თამაში აჩვენოს როგორც ლა ლიგაში, ისე ევროპაში. მედიის ინფორმაციით ნახევარმცველების შესაძენად 190 მილიონ ევრომდე ბიუჯეტია გათვალისწინებული, რაც მიუთითებს, რომ კლუბი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავ, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.